ღუმელის გარშემო სიმღერა ახალგაზრდებს კიდევ 4 თვე მოუწევთ. ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე კულტურის სახლში ისევ მოძველებული მეთოდით თბებიან. თანამედროვე სისტემის არარსებობის გარდა აქ პრობლემაა დაზიანებული სახურავი, მოძველებული ინტერიერი, ამორტიზებული იატაკი. ახალციხის კულტურის სახლი უკვე წლებია ამ ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს. დაწესებულებისთვის სხვა უკეთესი ფართი ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა ავარიულია, მართალია არ გვაქვს ფანტასტიკური პირობები, თუმცა კმაყოფილები მართლად არ ვართ. მაგრამ შეიძლება სწავლება. მართლა ვისურვებდი, რომ უკეთესი პირობები იყოს. იმიტომ რომ უფრო მეტი ბავშვი ივლიდა და უფრო მეტი დაინტერესდებოდა. შეიძლება ბევრს აფერხებს ეს პირობები, რაც აქ არის. უკეთესი იქნება, კაი პირობები რო იყოს. უფრო ბევრი ბავშვები მოვლენ. ცოტა აქ ისეთი პირობებია რაღაც. მაგრამ ადგილი კარგია, ცენტრი ადგილია. შენობაც რო იყოს კარგი, ძალიან კარგი რამე იქნება. ახალციხის კულტურის სახლი ყოველდღიურად მუშაობს. გაკვეთილების შემდეგ 60-მდე მოსწავლე აქ მისთვის სასურველ ხელოვნებას ეუფლება. პატარებისთვის ფუნქციონირებს ბასტი ბუბუს სტუდია. ისწავლება როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ხალხური სიმღერები. აქვეა ქორეოგრაფიული წრეც, სადაც მოზარდები ხალხურ ცეკვებს სწავლობენ. მწირი ბიუჯეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არსებული პირობები მცირეოდენ მაინც გაუმჯობესდეს, რაც მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს. აქ მისული მშობელი პირველ რიგში უყურებს ინტერიერს. ეს ბუნებრივია. ყველა უყურებს რა მდგომარეობაა კულტურის სახლში. ბევრი გაკვირვებულიც კი ახოლმე, რომ აი კულტურის სახლი აქ არის, ნამდვილად კულტურის სახლია ეს. და მე იმედი მაქვს და ძალიან დიდი სურვილი, რომ ქალაქში იქნება კარგი კულტურის სახლი. ახალციხის მერია კულტურის სახლის რეაბილიტაციას 2017 წლისთვის არ გეგმავს. ქალაქის მერის თქმით, არსებული შენობის კეთილმოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მისი რემონტი არ ღირს. ამავდროულად ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ცენტრალურ ტერიტორიაზე ახალი შენობის ასაშენებლად ფართი მერიას არ გააჩნია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ადგილი არის, ყველაფერი გაყიდულია. ყველაფერს ყავს თავისი კანონიერი თუ უკანონო ყოველ შემთხვევაში მფლობელი. დღესაც რომ მე ჩვენ მოვინდომოთ რაიმე შენობის აგება, ბევრი ისეთი საკითხია, რომ ტერიტორიას ვერ მოვძებნით. კულტურის სახლი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების შემადგენლობაში შედის. ახალციხის მერიისგან IP 2016 წელს დაახლოებით 160,000 ლარით დაფინანსდა. აქედან 18,200 ლარი კულტურის სახლს ჩაერიცხა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძირითადად თანამშრომელთა ანაზღაურებას, ღონისძიებებს, საოფისე და კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა. კულტურის სახლმა წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა გათბობისთვის საჭირო საშეშე მერქანი. იქამდე ვიდრე ხელისუფლება ქალაქში ამ დაწესებულებისთვის ფართს გამოძებნის, მოსწავლეებს მეცადინეობა კვლავ ავარიულ შენობაში მოუწევთ.